ღვთისის ციხის გალავნის წინ ახლა ადგილობრივი მოცეკვავეები ფარიკაობას ასრულებენ. საბრძოლო ცეკვას აქ სიმბოლური დატვირთვა აქვს. ქართველი ადამიანის ძლიერ ხასიათს ფარიკაობა ალბათ ყველაზე უკეთ გამოხატავს. საცეკვაო მუსიკა საოკუპაციო ხასთან ძალიან ახლოს ჟღერს. ახალგაზრდები მცირე ასაკიდანვე სწავლობენ, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული. ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის ანსამბლ ბაზიერის ხელმძღვანელს ზაზა ბაზერაშვილს. ადამიანს, რომელიც ბოლო 2 წელია თბილისიდან კვირაში 3-ჯერ სოფელ შინდისში ამ ბავშვებისთვის სპეციალურად ჩადის და ქართულ ცეკვას ასწავლის. 3-4 საათი რეპეტიცია მაქვს ხოლმე, ხან 5 საათის მაქვს ხოლმე, ხან საჭმელის მოუტანიათ, აქ ჭამენ ხოლმე ბავშვები და ეს შრომის შედეგიც არის, რაც ახლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ. მე 3 დღე დავდივარ. მივდივარ, მოვდივარ, აქ დასარჩენი არ მაქვს. იმხელა რაღაცა სიამოვნებას ვიღებ მე ამ საქმიანობიდან. სამუხლე და ცერზე რომ მახვევია, ეს წინახაზე მიყენია მე ეს საქმე. აქედან აი საჰაეროთი 5 კილომეტრია რა, ეს ცხინვალი მეტი არ არის. ძალიან ახლოშია და მე სურვილი მქონდა რომ რაღაცა ეს ბავშვებთან გამეკეთებინა რაღაცა ან ხორუმი, ან ფარიკაობა, ცოტა საომარი ცეკვა, რომ აი ბავშვებისგან სული გამეძლიერებინა და ეს ჩვენი წინაპრების ამოსული ეს მიწიდან ეს სისხლი და ეს ყივილი გამეღვივებინა ეს და მე მგონი რომ ვეცადე და რაღაცას ვგზნობ ამას და გოგოებიც ისე წამოვიდნენ და ისე მაგრად აი რო იტყვიან მაგრად ცეკვავენ უკვე ეს გოგოები ბიჭის ადგილებს რომ თუ კარგად არ დაარკვირდი ვერ მიხვდები რომ გოგო არის რა ისე ცეკვავენ ბიჭის საცეკვს. ანსამბლი ბაზიერის წევრი ვარ 2 წელია და ამ 2 წლის განმავლობაში ვფიქრობ, ბევრი რაღაც ვისწავლეთ უკვე. გაკვეთილის მსვლელობა არის ხოლმე ცოტა დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო. მომავალში ვაპირებ რომ გავუყვეთ ცეკვას და ვისწავლა უფრო მეტი. ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ შესაძლებლობა მაქვს სოფელ შინდისში ვიარო ცეკვაზე, რადგანაც აქამდე 2 წლის უკან არ იყო შესაძლებლობა იმის, რომ გვევლო ცეკვაზე და პატარა ასაკიდან მქონდა გადაწყვეტილი, რომ მინდოდა მოსულიყავი მოცეკვავე. ჩემთვის ცეკვა არის დიდი ხელოვნება, რომელიც გვასწავლის ქართულ ტრადიციებს და სულისკვეთებას. ქართველი ადამიანისთვის ქართული ცეკვა ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია რომ ბავშვობიდანვე ვეუფლები ამ საქმეს. ქორეოგრაფი ზაზა ბაზერაშვილი ახლა 56 წლის არის. ცეკვა კი პირველად 5 წლის ასაკში დაიწყო. კარიერის განმავლობაში არაერთ პროფესიონალ ქორეოგრაფთან უმუშავია. იყო სუხიშვილების აკადემიური ანსამბლის წევრიც. მას კარგად ახსოვს ყველა ის რჩევა, რომელსაც ნინო რამიშვილი აძლევდა. ამჟამად საკუთარ გამოცდილებას უკვე თავის მოსწავლეებს უზიარებს. ასაკში რომ მისულიყავი, ეს იყო რა ვიცი, რაღაცა უნდა გეოცნება, აი ამას ვიძახი სრული პასუხისგებლობით რომ მივედი ანსამბლში, ხო? აი ესი არ გამხარები არაფერი. იქ იყვნენ ისეთი მოცეკვავეები, რომლების გვერდზეც რომ დგომა იყო ძალიან დიდი პასუხისგებლობა. მე როგორც მახსოვს, ნინო რამიშვილის დაგვიანება არ უყვარდა. რეპეტიციაზე რომ შესულიყავ იქ ან წვერი ქონოდა გასაპარსი. გამორიცხული იყო ესეთი რაღაცა. ეს ისეთი საქმეა, ამაში თუ დისციპლინა, ინტენსიური მუშაობა და მიდგომები თუ არა გაქვს, სწორი მიმართულება თუ არ მიეცი, არ გამოდის ეს. ჩემთვის მთავარი არის ბავში თუ მოცეკვავე მაგარი არ გაიზრდება, საშუალო მოცეკვავე გაიზარდოს და კაი ადამიანი გაიზარდოს. მოქალაქე ჩამოყალიბდეს პიროვნება და ქართველი კაცის სულის მატარებელი იყოს. სვანურის ცეკვა რო დაიწყო, აწყობა რო დაიწყო ილუშკა, სოლისტებს გვითხრეს, ვინც რაღაცა სოლოებს გაგვიკეთებს, ხელფაზე დანამატის სახით რაღაცა ქნებაო რა, სიკეთეო. და ეხლა ვფიქრობ რა გავაკეთო მე და შევედი, ჩემთვის მოვყუსდი გასახდელი შევედი და ზუსტად 5-10 წუთი დამჭირდა, დავიხვიე და ეს 2 ტრიალი ჰაერში ცერი. პირველად გავაკეთე მე და რო ნახეს ბიჭებმა აუ ამას რავი რა ხელფასი ეყოფაო ამას ძალიან ბევრი უნდაო რა ეს რა სოლო დაატრიალაო და დღესაც აი ჩემ ბავშვებთან რა ვიცი რამდენი თვე გავიდა 5-6 თვის უკან დავატრიალე გავაკეთე ეგ სოლო და მინდა რომ აი ვინც არიან დღეს ჯანმრთელი მოცეკვავები და როცეკვავენ დღეს ის 65-60 წლისები რო არიან ხო მე ვარ 56 წლის და მინდა რეკორდი მოუხსნა მაგათ.
ანსამბლი ბაზიერი შარშან ბულგარეთში ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც გრან-პრის მფლობელი გახდა. ასევე წელს თურქეთის ფესტივალზე საპრიზო პირველი ადგილი დაიკავა. წარმატებებისკენ წინსვლას აგრძელებენ და იმედი აქვთ, რომ მათ რიგებს კიდევ არაერთი მოცეკვავე შეემატება.